დღეს შეხვედრა ქონდა სამოყვარულო ფეხბურთის, ასე რომ ვთქვათ, კლუბების წარმომადგენლებთან. იცით, რომ სამოყვარულო ფეხბურთი წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ძალიან ვაფასებთ და ერთ-ერთი მთავარი პროექტი არის. ამიტომ დღეს შევხვდით კლუბების წარმომადგენლებს, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე. ახალი სეზონი იწყება, თუ როგორ გვინდა განავითაროთ ეს მიმართულება კიდევ უფრო, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო იზრდება გუნდების რაოდენობა, ჩართული გუნდების რაოდენობა, მოთხოვნა ძალიან დიდი არის და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მზათა ვართ, რომ გვერდში დავუდგეთ, მზათა ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის მიმართულება, ვინაიდან სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთი, როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეს არის ჩვენი მთავარი ფუნდამენტი. და შესაბამისად ყველაფერი დგას მასობრივ ფეხბურთზე, ასე რომ ეს ადამიანები არიან ღირსეული ადამიანები და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ქონდა დღეს ყველა ამ საჭიროებაზე საუბარი, რაც მომდევნო სეზონისთვის საჭიროა. წლევანდელი სეზონი გახლავთ მოყვარულთა ლიგის მე-11 სეზონი 2016 წლიდან იმართება მოყვარულთა ლიგა. შარშან მქონდა საიუბილეო მე-10 სეზონი და წელს დავიწყებთ უკვე მე-11 სეზონს, რაც 11-11 ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი არის და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება უკეთესი, უფრო მასშტაბური წინა სეზონებთან მიმართებით. 473 გუნდი მონაწილეობდა შარშანდელ სეზონში მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოყვარულთა ლიგა ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩართულობით განვითარდეს, მასშტაბებიც გაიზარდოს და უკეთესი ორგანიზებით გაიმართოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მოყვარულთა ლიგა მთელ საქართველოში. საერთოდ მოყვარულთა ლიგა თვითონ თავის მნიშვნელობით ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, მე ესე ვიტყოდი. როდესაც ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აერჩიეს, მაშინ სტატისტიკით მთლიანად საქართველოში სულ 15,000 ფეხბურთელში ჩართული ადამიანი იყო დარეგისტრირებული. დღეს მხოლოდ მოყვარულთა ლიგაში 20,000-მდეა. მხოლოდ მოყვარულთა ლიგაში და ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არ არის, რომ ეს UEFA-მაც აღიარა, თვითონაც ადამიანებს უხარიათ, რომ არიან წარმოდგენილი ის ადამიანები უბრალოდ რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ, ვერ მიაღწიეს გაკვირვებულ კარიერას, პროფესიონალობას და დღეს შეუძლიათ თავი გამოხატონ ამ ლიგაში და სწორედ ამაზე ქონდა ჩვენ საუბარი, თუ რა აწუხებთ, რა სჭირდება დღეს, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო ტუნ წავიდეს ეს ლიგა. ამის ერთ-ერთი მაგალითი და ნათელი მაგალითია სპაერი, რომელსაც მოყვარულთა ლიგიდან დაეწყო, დღეს უმაღლეს ლიგაშია და ევროსარიბელზეც გამოვიდა. ამიტომ ყველას აქვს საშუალება ითამაშოს ფეხბურთი, ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით და ის სტადიონები, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციამ დაიბრუნა, ააშენა და მე მადლობას ვუხდი ქალაქ თბილისის მერიას, რომელმაც გადმოგცა უსაწყიდოდ და დღეს საშუალება აქვს ბავშვებსაც და მოყვარულებსაც ითამაშოს. ეს კიდე ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა იმისთვის, რომ განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში, კერძოდ მოყვარულთა ლიგა.